და სხვა თემები მერია საკრებულოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს ტექსტში იმ პრობლემებზეა საუბარი, რაც შესაძლოა მოყოს დედაქალაქის დაუმტკიცებლობი უჩეს. კონკრეტულად რა წერია წერილში და როგორია გამოხმაურება საკრებულოდან თემაზე შეფასებებს ლევან ჩუგოშვილი გაგვაცნობს. ლევან, გისმენთ. ხაი ეს არის ის ღია წერილი, რითაც მერია მიმართა საკრებულოს. ეს წერილი არის საკმაოდ ვრცელი და მასში დეტალურად არის განმარტებული თუ რა პრობლემებს შეუქმნის დედაქალაქს ბიუჯეტის არ დამტკიცება. როგორც მერიაში ამბობენ, საფრთხის ქვეშ დგება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროგრამების განხორციელება და მერიაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა კომუნალური დახმარებების პროგრამებსაც კი შეექმნას საფრთხე, ასევე საფრთხის ქვეშ დადგება სხვა ათეულობით პროგრამის განხორციელებაც. დადგა მთელი რიგი პროექტები და პრიორიტეტები. პირველ რიგში, როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი, რომელიც იძულებული ვიყავით ტენდერში შეგვეწყოთ და რახან 1/12 არ ყოფნიდა იმ პირველადი ხარჯების გაწევას. მიუხედავად ყველა რესურსის მობილიზაციისა, ასევე ეჭვ ქვეშ დგება და საფრთხის ქვეშ დგება მთელი რიგი პრიორიტეტები, როგორიც არის მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორიც არის ისეთი თემები, რომელიც წლის განმავლობაში რომელთა მიმართ შეიცვალა დაფინანსების წესი, ასეთია მაგალითად დასუფთავების მოსაკრებლისა და ასეთი არის მაგალითად საბავშვო ბაღების დაფინანსების საკითხი. პრობლემები შეექმნა კომუნალური ვაუჩერის დარიგებას, უფასო სასადილოების ფუნქციონირებას, სხვადასხვა სოციალურ დახმარებებს, მედიათეკების მშენებლობას, ხიდების რეაბილიტაციას, 2015 წლის ოლიმპიადისთვის მზადების სამუშაოებს, უკვე შეწყდა ავტობუსების ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, შეფერხებით განხორციელდება საგზაო სამუშაოები, კითხვის ნიშნები გაჩნდა შემოერთებული სოფლებში და ახლობით 5000-მდე ოჯახისათვის წყალმომარაგების სამუშაოები თავის თავთან მოდიან წინააღმდეგობაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური დავალება, პრობლემა შეუქმნა თბილისის მერიას, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ეს ამით პრობლემას უქმნიან თბილისელებს. მერიის განცხადებას და ღია წერილს საკრებულო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ჩვენი ინფორმაციით საკრებულოს თავმჯდომარე ამ დროისათვის იმყოფება ჩინეთში, რაც შეეხება თვითმმართველი ორგანოს სხვა წევრებს, კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც ისინი აკეთებენ. დიდი მადლობა, ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში.